იაგო ხვიჩია სტუმრად საღამოშვიდობისა იაგო მადლობა რომ მოხვდით. იაგო კაჭკაჭიშვილის ორგანიზაციის კვლევებით მინდა დავიწყოთ. დიდი გაუგებრობა გამოიწვია ოპოზიციაში. 54% ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ფიქრობენ, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამაზე მკაცრად გააკრიტიკა ოპოზიციის ერთმა ნაწილმა. ზოგმა თქვა, რომ ეს იყო პირდაპირ ხაზარაძის დაკვეთა. ამ კვლევების თქვენ როგორ აღიქვით ეს კვლევები? მე მგონი ახმის ამბავი არ არის, რომ ხაზარაძის დაკვეთა არის. ანუ მე როგორც ვიცი, ეს უბრალოდ ფაქტია და არც არავის არ უარყვია. და ნუ მე მგონია, რომ ძალიან მარტივად გასაგებია ყველასთვის, ვისაც გაგება უნდა ყველაფერი. თქვენ იცით, რომ ხაზარაძემ შეიცვალა პოზიცია არჩევნებში, ადგილობრივი თანხმობის არჩევნებში მონაწილეობა ან მონაწილეობასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ როდესაც დანარჩენი 2 ამ 4-დან პოლიტიკური ძალები ამაზე უარს აცხადებენ. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ყველაზე უარესი სცენარი, სადაც არანაირი გამარჯვების შანსი არ არსებობს ოპოზიციისთვის, თამაშდება ოპოზიციისვე ხელით. შესაბამისად, ამის გაправებას და საზოგადოებაში გავრცელებას ჭირდება გარკვეული ტიპის ხარჯები. ეს ხარჯები მოგეხსენებათ არის სხვადასხვანაირი. პირველი თქვენი კოლეგების მოსყიდვა. ეს ხალხი მოსყიდული იყო, ოღონდ საპირისპირო საქმელად, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძის დავალება ჰქონდათ, რომ გაელანძღათ ყველა, ვინც მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში, პოლიტპატიმართა ოჯახის წევრების სახელითაც კი. მოდით პოლიტიკოსებზე ვისაუბროთ, არ გვინდა. ეს პოლიტიკოსები არიან ლელოსი, ოღონდ სხვაგან მუშაობენ, სხვა ფთაზე. მაგრამ მოდით დავანებოთ თავის სახელმწიფო ფაქტებად ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მაყურებელმა ხო ამბავი უნდა გაიგოს. ლელოს თავისი კამპანია ჩართული ხონდა ძირს ადგილობრივი არჩევნები, ვინც მიიღებს ყველა მოღალატეა. ამის მოწინავე რიგებში იდგა TV პირველი, მისი დამტყმელი ჟურნალისტების სახით და ეს კამპანია მიდიოდა აქამდე. ლელომ შეიცვალა აზრი. შეიცვალა აზრი ისე, რომ ჟურნალისტებთან ეს არ შეათანხმა, ბუნებრივია, მის დაქირავებულ ხალხთან ამას არ შეათანხმებდა. მაგრამ აი თქვენ იცით, რომ ინგა გრიგოლიასთან ცოტა ხნის წინ იყო ხაზარაძე და ბუნებრივად ინგამ ისე რომ ეგონა რომ კომპლიმენტს ეუბნებოდა, მიწაში ჩადო ფაქტო, მაგაში ფულს მე არ გადავიხდიდი, ანუ რაც ინგამ უკნა ხაზარაძეს, უბრალოდ მაგაში ფულს გადავხდა, სიგიჟე არის. ლელოსთვისაც კი სიგიჟე არის. ამიტომ ლელო ჩათვალა, რომ უნდა შეცვალოს ეს სტრატეგია და ამიტომ პირდაპირ ხო არ მიადგება ჟურნალისტებს, რომელსაც უკვე ნათქვამი აქვთ არაერთხელ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამის ღალატია. ამიტომ საჭირო გახდა დაექირავებინა სოციოლოგები, ასე დაექირავეს ბატონი ჩემი სახნია და დაექირავებინა ექსპერტები. სხვათა შორის დღეს მცდელობა მქონდა, რომ ბატონი იაგო მოსულიყო და არ პასუხობს სატელეფონო ზარებს ამ კვლევების შემდეგ. გუშინ წერდა Facebook-ზე სხვათა შორის, ანუ აქედან ახსნიდა თავის კვლევას, მაგალითად ის, რომ ერთადერთი რაც გამოიყენეს, გარეთ გამოიტანეს, რომ 55% თვლის, რომ ოპოზიცია უნდა გავიდეს არჩევნებზე, ადგილობრივი თანხმობის არჩევნებზე, იქ იყო თურმე ჩაშლილი ქვემოთ, რომ ამ 55-ის 50%-ზე მეტი თვლიდა, რომ ის უნდა გასულიყვნენ იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდებოდა საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ან მას შემდეგ. შესაბამისად, ის რომ 55% ეს უნდა, ესეც არ გამოვიდა სწორი, იმიტომ რომ ბატონი იაგო გუშინ წერდა კომენტარებში, რომ აი ესო არავინ არ ითვალისწინებს ამასო და ну თავისთავად ხადია რომ მაშინ საერთოდ უაზრობაა ამ კვლევის ამბავი. ასე არ გაშუქდა ისე რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს უნდა რომ ოპოზიციამ იყოს არჩევნებში მონაწილეობა. რაც თავისთავად აბსურდია, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ მოსახლეობას არ უნდა არჩევნებში მონაწილეობა? მე მოსახლეობას არ უნდა, მე საიდან შეიძლება წინასწარ ვიცოდე, მაგრამ მე ვიძახი იქ რასაც გვეუბნებიან ის რას ნიშნავს. შემდეგ უკვე ჩაერთო ლელოს დაქირავებული ექსპერტები, ლელოსვე დაქირავებულ ტელევიზიაში და დაიწყო კამპანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კაია ადგილობრივი თვალთობის არჩევნები. მაგრამ ამას აკეთებენ ძალიან არადამაჯერებლად. მე დარწმუნებული ვარ, ლელო ძალიან ბევრ ფულს ჩაასხამს ამაში. ვიღაც ადამიანებს მაინც დაარწმუნებს 4-5-95 სამორჩეველი, ახლა ისედაც არ არის მაინც და მაინც მაღალი ინტელექტუალი. ისედაც უნდა მივხვდარიყო ამას წინ არჩევნებზე, რაც ეს ხდებოდა. მაგრამ ახლაც, აი ფაქტობრივად წარმოიდგინეთ, რომ 4-5 გამქრალია, ციხეში ზის. ერთი მეორე ციხეში ზის, მიშა. ტელევიზიები არა აქვთ. ოპოზიციური ტელევიზიები რაც დარჩება, ყველა ლელოსი იქნება. ამიტომ ლელო ცდილობს, რომ იმ დომინაციით, რომელიც სატელევიზიო სივრცეში და ფინანსური რესურსით გააჩნია, ჩაახშოს 4-5 ხმები, დატოვოს 9-25 ხმები აქედან, ოღონდ ამას აკეთებს ძალიან უგევნო და ლელოურად. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რომ მაგ პოზიციას ხო ჩვენ ვიცავდით, რომ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა ერთიანი კანდიდატი და ხსნიდით, როგორ იქნებოდა გამარჯვების გზა. ლელოს გამარჯვება კი არ უნდა, ლელოს უნდა ოპოზიციაში პირველი ადგილი. ამიტომ ზოგადად მთელი მისი კამპანია იქნება აწყობილი იმაზე, რომ ცდებიან ისინი, რომლებიც არღებულობენ არჩევნებში მონაწილეობას, და მართლები ვართ ჩვენ და მთავარი ამ კვლევაში სინამდვილეში იყო ერთი კომპონენტი,
რომ თბილისში ქოცებს 25% აქვთ. წარმოიდგინეთ, სხვა ყველაფერს თავი დანებეთ, ვინ რა დაწერა. ჩერგოლეიშვილიც ამას ამბობს, რომ მას უნდა თავარი ოპოზიციურ პარტიად იქცეს ლელო და არა ხელისუფლებაში მოვა. ხო და აი ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ თავარი ტყუილი, სადაც აი მე ყველანაირი ტყუილი შეიძლება აჭამოს ხალხს ჩემას ეხნიამ და ლელომ. დიახ. აი როგორც წინა საარჩევნო თქვენ ხო იცით, რომ კვლევებს ხო იგივე კომპანია აკეთებდა კვლევას და ქოცებს 35 რაღაც პროცენტი ქონდა, წაგებული იყო ჩვენ მთელი საზოგადოება შეცდომა შეიყვანეს. რომ ქოცები მარცხდებიან, აი ხონანე სიტუაცია. ახლა საერთოდ სიგიჟეში გადავიდნენ. ჩათვალეს, რომ ამ არჩევნების შემდეგ მიმდინარე პროცესებით, აი აქციაზე რომ ხალხი ფაქტობრივად მიილია, ოპოზიციამ რომ ყველაფერი გიჟური ნაბიჯები გადადგა. ყველას დაუარდა რეიტინგი, გარდა ეგრეთ წოდებული ბარიერ გადალახული 4.5-95-ის. აი ყველაზე სიგიჟეები ამათ ვაკეთეს და ყველა სხვა პარტიას რეიტინგი დაუარდა და მარტო ამათ მოემატათ და თან მოემატა ორივე მხარეს, იმას რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში და რომელიც მონაწილეობს არჩევნებში. ანუ ორივე მხარეს შეაფასა დადებითად ამორჩეველმა. ანუ ჩვენი ამორჩევები მიაჩნიათ უბრალოდ თავიანთი ამორჩევები ყოველ შემთხვევაში მიაჩნიათ უკიდეგანო იდიოტებად, რომელსაც შეუძლიათ ყველაფერი აჭამონ. და შესაბამისად მოუზადეს ასეთი соуსი. ნახეთ, ქოცები, აი წკიპზე არიან 25% აქვს თბილისში. და ჩვენ თავარია მივიღოთ მონაწილეობა და ვინც არ მიიღებს ის მოღალატეა. თორე ქოცები დამარცხებულია. აი ამ ნარატივის გაყიდვა სურთ ახლა და ყველა მიცის ამ ქვეყანაში ამ წუთას ყველა მიცის რომ ქოცების რეიტინგი 25%-ზე მეტია და ეს მე საერთოდ არ მიხარია კაცო ნეტა არ იყოს, უფრო დაბალი იყოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ ეს ტყუილი იყო, მაგრამდეც როცა ტარდებოდა, ახლაც ტყუილია და შესაბამისად აი ამ ტყუილის მიწოდება ხდება საკუთარ ამორჩეველზე, ამ ტყუილის მიწოდება ხდება ოპოზიციურ ამორჩეველზე, რომ პასუხისმგებლობა მათ არათანმიმდევრულობაზე იმაზე რომ ვერც ბოიკოტზე თანხმდებიან, ვერც საერთო კანდიდატზე თანხმდებიან, შუაზე იყოფიან და ორივე იდიოტურად იქცევა, რომ ქართულ ოცნებას ხელში გამარჯვება უბრძოლველად ქონდეს. აი ამისი გაправება ხდება სხვადასხვაგვარი ექსპერტებით, ერთმანეთზე გადაბრალებებით, სოციოლოგიური გამოკვლევებით, სატელევიზიო გადაცემებით და ეს კიდე გაგრძელდება. და ჩემი აზრით, უბრალოდ სიმართლე არის ის, რის დანახვაც არავის არ უნდა ამ წუთას. და ყველას ურჩევნია აი საკაიფო სიტყვები რო უთხრა, რომ 25% ხოცები ცოტაც და დავამარცხეთ. ნაცები არ მონაწილეობენ, ჩვენც თითქმის იგივე გვაქვს. გახარიას და ჩვენ თითქმის 25% გვაქვს, რომ მეტიც. და ჩვენც კი ვამარცხებთ ხოცებს. და ანუ მოდით მიუხედავად იმისა, რომ ორი პარტია არ მონაწილეობს, მაინც მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. აი ეს და ამ ნარატივის გაყიდვა ხდება. ყველას ესმის რომ ეს არის მცდარი ნარატივი, არასდროს აქედან აფერი არ გამოვა, მაგრამ იცი რომ ერთის მხრივ პროპაგანდა სრულად შენია ოპოზიციური, სახელმწიფო მედიას აი ამ შენის სულელური კამპანიის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. შესაბამისად საერთოდ არ დაგიპირისპირდება, ამ სუბუქად დაგიპირისპირდება, ნაცერს ტელევიზია არ აქვს. შეიძლება მისასწრებაც კი შეთანხმებულია ზოგადად თამაშის ეს წესები და ჩვეულებრივად ნაცვლად იმისა რომ ხალხს უთხრა რომ ხალხო ამ არჩევნებზე ქოცებს ვერ დავამხობთ. არ არის ეს არავინ ამისთვის არ ემზადება, არავის ეს არ უნდა, არავინ ამისთვის არ იბრძვის და მოდი საკუთარ თავს მივხედოთ, აი მოდით იმ ხალხს რომელიც ახლა არ იბრძვიან ქართული ოცნების წინააღმდეგ სინამდვილეში, იმ ხალხს რომელიც უბრალოდ არც არასდროს არ იბრძოდნენ და უბრალოდ მეორე ადგილისთვის ჩარიჩობენ, მაგათი მხარდაჭერის ნაცვლად. მოდით ერთმანეთს მივხედოთ, ჩვენ ხომ ამას ვუნდებით ჩვენ სამომრჩეველს, რომ ხალხო, ჩვენ ახლა ქოცებს ვერ დავამარცხებთ. ჩვენ ვიცით რომ აი ნახევარი ასე არის თამაშობს, ნახევარი ისე, შეთანხმებულები არიან ქოცებთან, იდიოტები არიან, ახლა ამის გარკვევას მე ვერ დავიწყებ, მაგრამ ერთადერთი რაც შემიძლია შეკვირდეთ ის არის რომ ვისაც გამაყვანინებთ თვითონ რაიონში, სადაც საკრებულოში ვიღაცას იქნება ჩემიანების, აი ვინც დადასტურა ამ კაცმა რო იცის რომ ხმა მიცეს. აი ამ კაცმა ვახო მოვიდა იაგოს ხმა მიცა. იაგო არის ზესტაფონის საკრებულოს წევრი. იაგოს აქ ვალდებულება რომ ვახო რომ მოვა რაღაცა პრობლემა მის მოსაგვარებლად. სოციალური რაღაცა პრობლემიდან დაწყებული დამთავრებული სახლის წინ ასფალტი არა აქვს დაგებული, გვერდზე დაუდგეს და თვითონ იაგოსთან ერთად მელს შეხვდეს, საკრებულოს დააკროს დაადება, ანუ კონკრეტული პრობლემები გადაუჭრას ჩვენს მომხრეს. იაგო, ხვალ ის რომ ქოცების დამარცხება ყველამ რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ყველამ, თელმა ოპოზიციამ. თქვენ როგორ ფიქრობთ, დღეს ოპოზიციამ იმ ვთქვათ საპროტესტო აქციების შემდეგ, რაც მიმდინარეობდა რუსთაველის გამზირზე, ამის შემდეგ, აი როგორი აღქმა გაქვს, შესაძლებელი იყო და არის რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას არჩევნები მოუგოს, ყველა რო ჩაერთოს ამ არჩევნებში. გააჩნია, ანუ თუ შენ ერთმანეთს ებრძვით ან და ეფექტურად არ იყენებ შენს ძალებს, მაშინ ვერაფერსაც ვერ იზამ. მაგალითად მე ხშირად ვამბობ ამას. თუ ჩვენ ჩავთვლით რომ რაღაც ბრძოლაში ეფექტური არის ლელოს ინტელექტი და გირჩის ფული, არაფერი არ გამოვა. მაგრამ თუ პირიქით ვიზამთ ამას,
ლელოს ფულს რო გირჩის ინტელექტი ხარჯავდეთ. დიახ. გესმით? მაშინ ინტელექტი თვითონ ვის? ხაზარაძე ამით არა, ხაზარაძეს პოლიტიკური ინტელექტი ჩემი აზრით საერთოდ არ გააჩნია, ანუ ზოგადად მას ფული აქვს და შეუძლია დაიქირაოს სპეციალისტები და ამ ამბავში ყოველთვის შეიძლება აზზე მოვიდეს, ანუ სწორ ტიპს რომ იაგნოს, რომელსაც აი მე დაუჯერებს და რამდენი ექსპერტები ყავს პარტიაში. არა, ისინი არაფერს შუაში არ არიან, ანუ მე ვიძახი მართლა ნორმალურ ხალხს, რომელსაც თან დაუჯერო უნდა. თუ ასე გააკეთებ, მაგალითად შეხო თქვით, რომ აი პირობითად მერის არჩევნებია. მოდი ყველანი შევთანხმდეთ საერთო კანდიდატს. მზად ხართ ხაზარაძესთან ერთად დაჯდეთ და შეთანხმდეთ. მე ლაპარაკზე უარს არავის არ ვეუბნები. მე ქართულ ოცნებასთან შევხვედრი ვარ, ოპოზიციასთან შევხვედრი ვარ, არავისთან ჩვენ ლაპარაკის პრობლემა არ გვაქვს. პირიქით, ჩემი საქმე მგონია ლაპარაკი და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ვინმე ლაპარაკის საქმე ხო უნდა იქცეს. არა, რაღაც ლაპარაკით პირველად იყოს სიტყვაო, ხო გიგია. სანამ ეს ლაპარაკი არ იქნება, ვერანაირი საქმე ვერ იქნება. მაგრამ ჩვენ ვეუბნებოდით, რომ აი მოდი დავასახელოთ ისეთი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია სრული მხარდაჭერის შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე მოიგოს თბილისის არჩევნები. კანდიდატიც კი ვთქვით ასეთი. ვინ შეიძლება ეს ყოფილიყო? სხვა რეგიონებში შეიძლება აი ასეთი კანდიდატებით ვიბრძოლოთ, მაგრამ მე ხო ხვდები რომ ამ ხალხს მოგება არ უნდა. ისევ დაბლოკილი ვარ ტელეპირველზე, მაშინ როდესაც ჩემი პოზიცია უფრო ემთხვევა ხაზარაძის პოზიციას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვიდრე იგა გრიგოლიას და ეკამიშვილას. ტელეპირველზე გაბრაზებული ხართ გეტყობა. არა ვარ გაბრაზებული, გადამერა დიდი ხანია უბრალოდ ვცდილობ რომ საზოგადოებას ვაჩვენო ის აბსურდი. როდესაც ვიღაცა შენიანი გგონია და საერთოდ არ არის შენიანი და ახლა მიდის მთელი კამპანია როგორ შეიცვალოს ხაზარაძის მიერ ნაკიდმა ტელევიზიებმა პროპაგანდის მიმართულება და როგორ გადაერთონ იმაზე რომ თურმე კოცებს 20% ხონიათ 25% დედაქალაქში. ამიტომ მოდი ყველა მივიღოთ მონაწილეობა, მე გამოვარო ნაცემ მაინც არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ მათ ასეთი შეთანხმება აქვთ. და ბოლოს დაბრალდება რომ ვინაიდან ორი ტელევიზია სინამდვილეში ლელოს ხელში იქნება, უკეთესად ტალახს ესვრის ნაცებს და ევრონაცებს და მათ ხარდამჭერებს და უკეთესად შეძლებს ამ აზრის პრევალირებას, თორე საბჭოში ასაკრელები არჩევნების თემას მეუტრიალდები, მანამდე კიდე მინდა კითხოთ, რა ტაქტიკა ოპოზიციის იმ ლიდერების მიერ, რომლებიც წავიდნენ ციხეში. ეს ციხეში მათი წასვლა არ მომხდარა ისე რომ გინდა თუ არა უნდა დაეჭირა, ხო? პროკურატურას არ შეიტანეს ის გირაო რომ მათ არჩიეს ეს გზა. რა ტაქტიკა იყო თქვენი მხრიდან? ჩემი აზრით ის ხალხი ვინ ციხეში ზის, ყველაზე უსაფრთხო ციხეშია. რატო? იმიტომ რომ მათი პასუხისმგებლობაა მთელი ეს ტაქტიკა. ისინი იყვნენ მეორე ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა. მათი ინიციატივა იყო ეს ბრძოლის ეს მეთოდი. ბოიკოტები, გაფიცვები, ისა რა ქვია, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობები, ხალხთან მოწოდება რომ აბა ბოლომდე დავდგეთ და რაღაცა და პასუხისმგებლობა მოიხსნეს ამით. ცხადია, ანუ წარმოიდგინე პლუს გარდა ამისა ძალიან გასაგებია ვისაც ამ პოლიტიკურ სფეროსთან შეხება, ყველა მის რომ სხვა ტიპის კვლევები ტარდება. რითაც ყველასთვის ცხადი გახდა რომ ხმები მიშას უბრუნდებოდა თავისი ხმები, რომლებიც გვარამია მოპარა წინას არჩევნად ფულით. ანუ ის ხალხი რომელიც მიეყიდა მიშას წინააღმდეგ გვარამიას ინანიებდა ნელ-ნელა გადმოდიოდა ისევ მიშას მხარეს. ამიტომ საჭირო იყო რაღაცა მძლავრი ნაბიჯი, რითაც აი ეს ვარდნა ხმების შეჩერებულიყო და მიშას არ დაებრუნებინა თავისი ხმები. ამისთვის საჭიროა რაღაც აბსურდული მიზეზი, როცა ყველას ესმის რომ შენ ტყუილად ზიხარ ციხეში, როდესაც შენ ამის გამო ციხეში არ უნდა იჯდე, რაღაცა ფეიქ კომისიაში არ მისვლის გამო ციხეში არ უნდა იჯდე, ეს ყველასთვის გასაგებია. მაქსიმუმ დიდი საჯელი ისედაც არ გიმუქება მაქსიმუმ 1 წელია საჯელის ვადა და უყურებ ამ სიტუაციას, რომ ყველაფერი შენი პასუხისმგებლობაა. ორი ოპოზიციური პარტია გაანადგურე იმით, რომ არ პარლამენტში სიაჩქს ახსენე, ადგილმთმართველობის არჩევნებში არ გადიხარ, დაფინანსებაზე უარი თქვი, უარს ამბობ იქ რაღაცა იმაზე. თუ ეს არ არის მიშასთან შეთანხმება, იმიტომ რომ მე არ გამოვრიცხავ, თქვენ ხო გახსოვთ, რომ ამას წინათ რომელიღაცამ თქვა, რომ ხაჭაპურიძის აყვანა ადვოკატის მიშას მიერ თავის დროზე იყო ბიზნესთან დაალაგება. მაშინ დაალაგების საგანი ის იყო, რომ ვაშაძე, ბატონი გრიგოლ ვაშაძე უნდა დანიშნულიყო ნაცების თავმჯდომარედ, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ ქართული ოცნების კანდიდატი იქნებოდა ნაცების სათავეში და ნაცების პარალიზება მოხდებოდა და ეს იყო მიშას გათავისუფლების გზა. ეს გზა არ გამოვიდა მაშინ, რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ამაზე თუ არ ვწდები თამარ ჩერგოლიშვილი აქვს ნალაპარაკები და რაღაცა თუ არ ვწდები მელიასაც. და საბოლოოში მივიღეთ ის შედეგი, რომ ნაცები იშლება, ახლა ჩვენც ვეუბნებოდით, რომ თუ გინდათ მიშას ეგრე გამოშვება, ნაცები უნდა დაიშალონ 2022-23 წლებში მაქვს ეს ნათქვამი. ნაცებმა ეს გვიან გაიგეს და ფიზიკურად ჩემი წარმოდგენით უბრალოდ ხელოვნურად ქმნიან სიტუაციას, რითაც პარტია იშლება. აი ამ დროს მაშინ როცა ქალაქი მართლა ოპოზიციურია, ქართული ოცნება შეცდომაზე უშვებს. ამ დროს უბრალოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია, იმიტომ რომ მისი ლიდერი ციხეშია, იშლება.
ანუ იშლება თან არა მხოლოდ ისე რომ ხურავენ და ამ შემდეგ, არამედ თავისით იშლება, ამ არჩევნებში უბრალოდ არ მონაწილეობს. თვითონ ჩაიხსნა მანამდე სიები. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რაც თავის დროზე რო იყო, აი მიშას გამოშვების პირობა რო იყო, ის რო აღწევდეს დაგვიანებით. მიშა შეიძლება ამის გამო მაინც არ გამოუშვან, მაგრამ ცდელობა ნაცმოძრაობის ხო, ასეთად გამოიყურება. ეს რო შეინიღბოს და გვარამიას როლი ამაში რო არ იყოს. ყველაზე უსაფრთხო ადგილი ამაში არის, რომ ციხეში იჯდე. ცოტა ხნით. და ზურაბიშვილი რას აკეთებს დღეს? ზურაბიშვილი იმას აკეთებს დღეს, რასაც აქამდე აკეთებდა. აფუჭებს ყველაფერს და საბოლოო ჯამში აორგანიზებს ისე, რომ არაფერი არ გამოვიდეს ოპოზიციიდან. ხო, ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ ქალბატონი სალომე ამას შეგნებულად არ აკეთებს, მაგრამ მე ასეთი განცდა არ მაქვს. მე ვფიქრობ, რომ ის ბატონი ბიზნეს ერთგულია და ზოგადად იმ დავალებას ასრულებს ცუდად, კარგად, მოხერხებულად, მოუხერხებულად, მაგრამ რაც ზოგადი შეთანხმების ფარგლებში არის. იცით რა იაგო, ისე ლაპარაკობთ, რომ აი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი თუ დაგიჯერებთ თქვენ, ყველაფრის სირწმენა უნდა დაკარგოს, არც ერთ ლიდერს აღარ უნდა დაუჯეროს. თუ ყველასთან შეკრული არის, რა გამოდის ამ ხალხს ათამაშებენ? კი, რა თქმა უნდა, ამ ხალხს ათამაშებენ. ეს ფაქტია. ჩვენ თქვით არჩევნები რომ მორჩა მეორე დღეს რომ ვახობ ეგრეშვილმა თქვა სადღაც და ნუ მაშინ ჯერ კიდე აი რაღაცნაირად კარგად არ ქონდა წარმოდგენილი, მაგრამ როცა სტიები ჩაიხსნა, მე უკვე უბრალოდ ამის კონტრარგუმენტიც კი აღარ მოიძებნა, რომ ბიძინამ 97-ით 3 მოგვიგო. 97-ით 3 ნიშნავს იმას, რომ ყველა წევრი პარლამენტში ვინძის არის 97%-ის წარმომადგენელი. 3 ვინაიდან ბარიერი არ არის და 5-ია, 3% წარმომადგენელს თავის ხალხი არ ყავს. არჩევნების შედეგების შემთხვევაში რა მივიღეთ? ქოცემა დაიწერეს 54, მაგრამ მიიღეს მანდატების 100%. ანუ შინაარსობრივად ის ხალხით, რომელიც ქართული ოცნების საწინააღმდეგო არ დაიკარგოს და რაღაც დეგენერატობებს ლაპარაკობდნენ და რო აკვნენ, ამ ხალხმა სიამოვნებაში თავისით შემოხაზა ქართული ოცნება. უბრალოდ 41-ის ნაცვლად 4-ს ხაზავდა, 1 აკლდებოდა, ან 5-ს ხაზავდა, ან 9-ს, ან 25-ს, მაგრამ შინაარსობრივად შედეგი ხო ის მიიღო, რასაც მიიღებდა ქოცები რო შემოეხაზა. სხვა არაფერი არ შეიცვლებოდა და ანუ ჩვენ უბრალოდ ასე ვუყურებთ ამ სიტუაციას, რომ მართლა ხალხს აი ყველაფრის წვენა უნდა ჩამოეშალოს. ანუ არ შეიძლება მათ იმედი არ შეიძლება ხალხი დავაიმედოთ, რომ ამ არჩევნებზე რამე შეიცვლება. ახლა ერთადერთი უნდა უთხრათ, რომ ხალხო დაფიქრდით. აი უბრალოდ რევოლუციის გახილი, გუში შემოვიდა რევოლუცია, ხო? არა, ეს რა არის? ახალი ტაქტიკა ოპოზიციის რევოლუციის გახილი. არა, ეს კლოუნადა არის, ეს ჩვეულებრივი κλოუნადა არის. უბრალოდ 4 თუ 5 ადამიანმა რაღაც მასკა გაიკეთა და რაღაცა მასკით მასკირებს, ასე იქცევიან თეატრში. ლიდერებიც ლაპარაკობენ, არაფერს შუაში არ არის. უბრალოდ აი სხვადასხვა ხოშტარია გამოვიდა. ქორეოგრაფია ჩვენს უქონდა. ქორეოგრაფია და დრამატულობა ამ პროტესტს არ აკლია. ხან ხორუმს ეკვავენ, ხან რაღაცა მარჯანიშვილიდან სარაჯიშვილამდე მარშეს აკეთებენ, ხან ეს ხო არაფერს შუაში არ არის. ჩვენ ვიძახით საქმე. საქმე კონკრეტულად, რომელიც აი რაღაცა შეცვლიდა ქართული ოცნებისთვის. საქმე არის კონკრეტულ ტაქტიკაზე შეთანხმება, კონკრეტულ ადამიანზე. ვის რა გვინდა ამაზე შეთანხმება. მაგრამ ეს ხო არ ხდება. შინაარსობრივად ხდება ის ყველაზე უარესი. აი წინ არის 6 თვე არჩევნები. ხო შეიძლება დალაგდერო. ყველაზე უარესი არის 2 მონაწილეობს, 2 არ მონაწილეობს. მოდი ყველაზე უარესი ავირიდოთ თავიდან. რა გავაკეთოთ ამისთვის? ან ნაცები დავარწმუნოთ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ან არც ერთმა არ მივიღოთ მონაწილეობა. ხო ეს არის სწორი. მაგრამ შენ ამ დროს გამოდიხარ და პირიქით, რასაც აქამდე კამპანიასაც წარმოებდი, იმის საწინააღმდეგოდ იხდი ფულს. ამის საწინააღმდეგოდ ქირავებ ექსპერტებს, ამის საწინააღმდეგოდ ქირავებ სოციოლოგებს, ამის საწინააღმდეგოდ ქირავებ ჟურნალისტებს. და რასაც ადრე აკეთებდი, ნახევარი წლით ადრე, იმის 100%-ით საწინააღმდეგო ელაპარაკები შენს ხალხს. და თან გჯერა რომ აი ასე მოვუგებ ქართულ ოცნებას. თბილისი უნდა წავართვათო, ხო ამბობს. არა, თბილისი წასართმევია, მაგრამ მასე ხო არა. არა, ლელოს არ შეუძლია თბილისი ვინმე წაართვას. პირიქით, მე მგონია რომ ღმერთი ესე არ გაგწირავს რომ ლელოს შაბარდეს თბილისი. ეს არაფერ შუაში არ იქნება ცუდი. არა, როგორ შეიძლება ეს ასე იყოს, კარგი იყოს, კაცო. როდესაც, ანუ ერთი ადამიანის მეორეთი ცვალებადობა, რომელიც ამბობს, რომ მე უფრო მკაცრი ვიქნები, მე უკეთესად გაგტყიპავ, მე უკეთესად რაღაცას გიზამ, მე მეტ პენსიას დაგიდიგებ, მაგრამ არაფერი ცვლილება, სხვა არაფერი მართლობის სტილში. ამას ეს ხო უბრალოდ 10,000-ჯერ არის ნაცადი, ამას არანაირი შედეგი არ ქონია და პირიქით ჩემი აზრით ოპოზიციის ეს ტაქტიკა რაც ახლა არის გარანტია იმისთვის, რომ კალაძე მოიგოს პირველ ტურში. ანუ სიამოვნებაში ნახეთ მე არ ვიცი ვინ იქნება კანდიდატი, მიიღოს მონაწილეობა თუ არ მიიღოს. არა, ჩვენ გვინდა რომ ლელომ გახსნას დისკუსიები. სადაც ჩვენ არ არის გახსნილი დისკუსიები. სადაც ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ვილაპარაკოთ იმაზე მართლა რა არის გასაკეთებელი მოსაგებად. შეიძლება ზოგადი სურათი იყოს, რომ მონაწილეობა მოსაგებად საჭირო. ოღონდ ყველასი. დაჯდებით ლელოსთან დისკუსიაში რომ მოვიდნენ თქვენთან ერთად. ჩვენ ყოველ კვირაში ჩვენი პროდიუსერი ანუ კვირაში ერთხელ ურეკავს ლელოს და ურება მოგდა. ჩვენ მაინც საზოგადოება უწყებელია და იქნებ დაგვთანხმდნენ. არანაირი პრობლემა არ გვაქვს ჩვენ არავისთან საუბრის. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ამ ხალხს არ აქვს იმის პირი ჩვენთან დაждდეს და რამეზე ილაპარაკოს. მე შევთავაზებ.
კი ბატონო, ნებისმიერ ვისაძგინება შესთავაზეთ, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ ეს ხალხი ამ წუთას ალაპარაკოთ ძათ არის. ამ ხალხს უნდა საერთოდ არ უნდა საჯაროდ ლაპარაკი. პირიქით უნდათ რომ საკუთარი პროპაგანდისტული საშუალებით ეცადონ რომ გადაფარონ მეორე მხარის არჩევნებში არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა პროპაგანდა. რა მთელი ეს ამბავი რომ ხოცები ისე იქნებიან ყველა შტოში ხელისუფლების. ეს გაპრავდეს არა მათი ბრალით. ისინი მეორე ადგილზე იყვნენ დასულები ეს უნდათ, მაგრამ ეს რო პირველზე ვერ გავიდნენ, დაბრალდეს ვიღაცა სხვას. და სინამდვილეში ლელომ რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ ყველაფერი რაც მედიას უქნა, ოპოზიციურ მედიას, ეს გააკეთა ჯერ კეზერას ხელით და მე ახლა აკეთებს ლელოს ხელით. და ყველასთვის გასაგებია რომ ცენზურა რომელიც ქართულ ოცნებას აქვს დამყარებული სახელმწიფო მედიაში არანაკლები პასუხი ამისი არის არანაკლები უფრო მეტი ჩემი აზრით ცენზურა ოპოზიციურ მედიაში როგორც გვარამია იყო უფრო მეტი ცენზორი ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო მედია და ყველაზე დაცენზურებული ტელევიზია იყო მთავარი ახლა ყველაზე დაცენზურებული ტელევიზია არის TV პირველი, ყველაზე დაცენზურებული ტელევიზია არის ფორმულა. ანუ ჩვეულებრივად ცენზურისადმი, ცენზურასთან ცენზურით ბრძოლა, ყველას ესმის რომ აბსურდია, მაგრამ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება და ის რომ ადამიანებს საინფორმაციო საშუალებები და სუტყვილი მიეწოდებათ, სინამდვილეში პირდაპირ ქართულ ოცნებას რო არ დაბრალდეს, ეს უზრუნველყოფილია იმითი, რომ ვითომ არსებობს ორი აზრი, ქართული ოცნების და საწინააღმდეგო და ორივე ტყუილია. მადლობა. ესმით, აზრით სადღაც სხვაგან არის, ოღონდ ვინაიდან ეს ორი ტყუილი იმდენად ხმაურიანად ებრძვის ერთმანეთს, ადამიანებს საერთოდ ავიწყდებათ ფიქრი იმაზე, სად არის სიმართლე, ამ ხელა, როგორ გითხრათ, მედია სივრცეში იქნება თუ მედია ნიაღვარში, რომელიც ჩვენ მოედინება მოსახლეობისგან. მადლობა, იაგო, რომ მოგვიგეთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა.